65 ამოცანა. 90 გრადუსის ტემპერატურის 0,2 მეტ-კუბი წყალი შეურიას 20 გრადუსი ტემპერატურის 0,5 მეტ-კუბ წყალს. გამოთვალეთ ნარევის ტემპერატურა. ჩავწეროთ მოცემულობა. ეს კი ტე პირველი არის 90 გრადუს ცელსიუსი. მოცულობა ვ პირველი არის 0,2 მეტр-კუბი. ტე მეორე არის 20 გრადუს ცელსიუსი. ვ მეორე მოცულობა არის 0,5 მეტр-კუბი. და უნდა დავადგინოთ ნარევის ტემპერატურა. მოდი ეს TX-ით ავნიშნოთ. ხო, ახლა აქ გვაქვს ესე იგი ჩვენ ეგრეთ წოდებული სითბური ბალანსის განტოლება უნდა გამოვიყენოთ. ამისათვის ძალიან მოსახერხებელია გამოვიყენოთ ტემპერატურული დიაგრამა. აი, წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ტემპერატურული სკალა T და აქ ავნიშნოთ ორივე, აქ ამ შემთხვევაში ორი სხეული გვაქვს, მათი საწყისი ტემპერატურები. აი, ეს არის T2 20 გრადუსი და ეს არის T პირველი არის 90 გრადუსი. რა მოხდება, რაღაცა შუალედური ტემპერატურა დამყარდება რაღაცა TX-ი. ეხლა დავუკვირდეთ თითოეულ სხეულს რა მოუვა. ეს სხეული, რომელიც ცივი იყო, ის გათბება, ესე იგი მივა საწყის ტემპერატურიდან საბოლოო ტემპერატურამდე. მეორე სხეული კი გაგრილდება, ის მივა, ის გასცემს, ესე იგი სითბოს და მივა, ესე იგი TX ტემპერატურამდე. აქ ჩვენ შეგვიძლია აღვნიშნოთ ესეთნაირად, რომ ეს პირველი სითბოს რაოდენობა, რომელსაც მიიღებს მეორე სხეული, ეს მოდი Q2-ით აღვნიშნოთ და ის სითბოს რაოდენობა, რომელიც გასცემს პირველი სხეული, აღვნიშნოთ Q1-ით. და აქ გვექნება ეგეთი ბალანსის განტოლება, რომ Q1 უდრის Q2-ს. ეხლა Q1 შეიძლება ჩავწეროთ ესეთნაირად. C1 M1 ესე იგი საწყის ტემპერატურა T1 minus TX. Q2-ისთვის ასე ანალოგიურად, ესე იგი C2 M2 T2 minus TX. ხო, თუმცა სხვა ამოცანაში გაჩვენებთ, ესე იგი ცოტა განსხვავებულ, ესე იგი განსხვავებულად გამოყენებას, ესე იგი სითბური ბალანსის განტოლების და შეიძლება ის ვარიანტი უფრო მოგეწონოთ თქვენ. ხო, ეხლა ჩვენ შემთხვევაში, რადგან ორივე შემთხვევაში წყალი გვაქვს, ნიშნავს, რომ მათი C-ები, კუთრის სითბო-ტევადობები ერთნაირი არის. C1 უდრის C2-ს. ეხლა აქ მასები არ არის მოცემული, მაგრამ მოცემული არის მათი მოცულობები. ამიტომ M1 შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც რho გამრავლებული V1-ზე, M2 როგორც რho გამრავლებული V2-ზე. როებიც ცხადია ერთნაირი იქნება. შევიტანოთ ესე იგი ამ ფორმულაში, გვექნება C rho V1 T2 minus TX უდრის C rho V2 TX minus T2. C rho გაიკვეცება აქ, გავხსნათ ეს ფრჩხილები. V1 T2 minus V1 TX ტოლი არის V2 TX minus V2 T2. X-იანი წევრები ერთ მხარეზე დავალაგოთ, დანარჩენები მეორე მხარეზე. ესე იგი V1 T2 plus V2 T1 ტოლი იქნება აქ TX-ი გავაფრჩხილებს გარეთ V1 plus V2. აქედან გამომდინარეობს, რომ ეს TX-ი ტოლი არის V1 T2 plus V2 T1 შეფარდებული V1 plus V2. 66 ამოცანა.
რომელს მეტი სითბოტეოდება ექნება და რამდენჯერ 100 გრამ მასის ტყვიის ნაჭერს თუ 0.5 ნიუტონი წონის ფოლადის ნაჭერს. მოცემული გვაქვს ჩვენ რომ ესე იგი M1 არის 100 გრამი, ეს არის 0.1 კილოგრამი და არის ტყვია, ესე იგი პლიუმბომი და მეორე გვაქვს M2G, მეორე არის წონა მოცემული 0.5 ნიუტონი 0.5 ნიუტონი ფოლადის ნაჭერი არის, ფერუმი, რომელსაც აქვს მეტი სითბოტეოდება. სითბოტეოდება ეს C დიდი არის. მოდით ესე დავწეროთ C პლიუმბომის შეფარდება C ფერუმის. სითბოტეოდობა ეს არის კუთრის სითბოტეოდობა გამრავლებული მასაზე. ჩვენ შემთხვევაში C პლიუმბომისა, ანუ ტყვის, ეგ იქნება C კუთრის სითბოტეოდობა, რომელსაც ცხრილში ვნახულობთ, გამრავლებული მის მასაზე, ესე იგი M1. ეხლა რაც შეეხება რკინის C ფერუმის, ეს არის C პატარა ფერუმის, ესე იგი კუთრის სითბოტეოდობა რკინის მის მასაზე. მისი მასა მოცემული არ არის, მაგრამ მოცემული არის წონა MG. მოდით ეს MG აღნიშნოთ, ესე იგი, რა ვიცი, N-ით აღნიშნოთ და ეს იქნება C ფერუმისა N შეფარდებული G-ზე. ეხლა შევაფარდოთ ერთმანეთზე C პლიუმბომისა შეფარდებული C ფერუმზე, გვექნება C პლიუმბომის, ეს იგი არაგერიოთ, ეს არის კუთრის სითბოტეოდობა, C პატარა, C დიდი არის სითბოტეოდობა. M1 შეფარდებული C ფერუმისა N შეფარდებული G-ზე. ეს G ზეითავა. ესეთნაირად დავადგენთ, ესე იგი, მათ სითბოტეოდებების შეფარდებას. თუ ეს ერთზე მეტი გამოგვივა რიცხვებს რო შეიტანთ, მაშინ გამოვა რომ ტყვის სითბოტეოდობა მეტი არის ვიდრე რკინისა. პირიქით შემთხვევაში თუ ეს შეფარდება ერთზე ნაკლები იქნება, პირიქით იქნება რომ რკინის სითბოტეოდობა მეტი იქნება ვიდრე ტყვისა. 67 ამოცანა. 5 კილოგრამი ვერცხლისწყალი, რომლის ტემპერატურა იყო 15 გრადუს ცელსიუსი, გააციეს -45 გრადუს ცელსიუსამდე. რამდენით შეიცვლება ვერცხლისწყლის შინაგანი ენერგია, თუ მისი დნობის ტემპერატურა -39 გრადუს ცელსიუსია. ჩათვალეთ, რომ ვერცხლის სითბოტეოდობა არ იცვლება. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი მასა ქონდა 5 კილოგრამი, გვაქვს ვერცხლისწყალი, ჰიდრარგიუმი და საწყისი ტემპერატურა T1 იყო 15 გრადუს ცელსიუსი. დნობის ტემპერატურა, მოდი ეს T დნობით აღნიშნოთ, არის -39 გრადუს ცელსიუსი და საბოლოო ტემპერატურა T2 არის -45 გრადუს ცელსიუსი. გვეკითხებიან, რამდენად შეიცვალა შინაგანი ენერგია. ΔU არის კითხვის ნიშანი. მოდით ისევ დავხატოთ ჩვენი ეს ტემპერატურული დიაგრამა და ვნახოთ, ესე იგი, აქ რა ხდებოდა. ეს არის +15 გრადუს ცელსიუსი. შემდეგ თქვა ტემპერატურა კლებულობდა, ეს არის დნობის ტემპერატურა -39 გრადუს ცელსიუსი. ჯერ მოდიოდა, უბრალოდ ხდებოდა გაციება -39 გრადუს ცელსიუსამდე. როგორც კი მივიდა ამ ტემპერატურამდე, ეს ვერცხლისწყალი დაიწყებს გამყარებას და სანამ მთლიანად არ გამყარდება, მისი ტემპერატურა არ შეიცვლება. ამიტომაც მე ესეთი მარყუჟი დავხატე. ესე იგი, ამ უბანზე კარგავს სითბოს, მაგრამ ესე იგი ტემპერატურა არ იცვლება. და მერე ეს მიდის
უკვე გამყარებული ვერცხლისწყალი აგზელებს გაციებას მივა 45 გრადუს ცელსიუსამდე. აი მოდით ჩავწეროთ სითბოს რაოდენობები, რომელიც დაკარგა ვერცხლისწყალმა. აი ახლა აქ მე ვისარგებლებ ეგეთი ფორმულით. Cm T საბოლოო მინუს T საწყისი. აი ესეთნაირი იდეოლოგია მექნება, აი საბოლოო მინუს საწყისი. ჯერ თქვათ პირველ უბანზე სითბოს რაოდენობა აღნიშნოთ Q1-ით, აქ აღნიშნოთ Q2-ით, აქ აღნიშნოთ Q3-ით. ეხლა Q1 რა იქნება? ეს არის გაციების შესაბამისი სითბოს რაოდენობა. ეს არის C M-ზე T საბოლოო აქ არის -29 გრადუს, გამოკლებული საწყის ტემპერატურა 15 გრადუს ცელსიუსი. ეხლა Q2 რა არის? აქ არის თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში გადასვლა. ამ დროს სხეული კარგავს სითბოს, ამიტომ მინუს ლამბდა m-ი, სადაც ლამბდა არის ეგრეთ წოდებული დნობის კუნთრი სითბო. რაც შეეხება Q3-ს, ესე იგი ჩვენ უკვე ვიმყოფებით აი ამ უბანზე, ესე იგი აქ არის გამყარებული ვერცხლისწყალი და ის ესე იგი გაცივდება 45 გრადუს ცელსიუსამდე. Cm-ი -45-ს გამოკლებული, აი მოთ ესე -29, იმიტომ რომ საწყის ტემპერატურა ამ უბანზე 39 გრადუსი იყო. ნუ ეს შეიძლება გადავწეროთ Cm-ი -45 + 29. აი ამ მთელ პროცესში აქედან აქამდე დაკარგული სითბოს რაოდენობა არის Q1 + Q2 + Q3. ცხადია ეს თითოეული წევრი არის უარყოფითი, ამიტომ შინაგანი ენერგიის ცვლილება ამ დროს არის აი ამ სითბოს რაოდენობის ტოლი და ის შინაგანი ენერგიის ცვლილებაც არის უარყოფითი, რაც ნიშნავს იმას, რომ შინაგანი ენერგია შემცირდა, რადგან ესე იგი საბოლოო ენერგია ნაკლებია საწყის ენერგიაზე. 32 ამოცანა. ერთმანეთს უნდა შეურიონ ცივი წყალი, რომლის ტემპერატურა არის 11 გრადუს ცელსიუსი და ცხელი წყალი, რომლის ტემპერატურა არის 66 გრადუს ცელსიუსი. რა რაოდენობის ცხელი წყალი იქნება საჭირო, რომ მივიღოთ 36 გრადუსი ტემპერატურის 550 ლიტრა წყალი. ჩავწეროთ ესე იგი T პირველი ტემპერატურა, ცივი წყლის ტემპერატურა არის 11 გრადუს ცელსიუსი და ცხელი წყლის ტემპერატურა T2 არის 66 გრადუს ცელსიუსი. და ჩვენ უნდა მივიღოთ საბოლოო ტემპერატურა, ნუ ეს T3 ტოლი უნდა იყოს 36 გრადუს ცელსიუსის. და ჩვენ ვიცით, რომ საბოლოო წყლის რაოდენობა, მოცულობა უნდა იყოს 550 ლიტრი. ნუ ეს არის 0.55 კუბური მეტრი. და რამდენი ცივი და რამდენი ცხელი წყალი გვჭირდება. ნუ M1 და M2 არის კითხვის ნიშნის ტოლი. ხო, ეხლა ისევ დავხატოთ ესე იგი ეს ჩვენი ტემპერატურული დიაგრამა. ნუ ახლა აქ რა სიტუაცია გვაქვს? გვაქვს ესე იგი ორი სხეული. ერთი არის ცივი 11 გრადუს ტემპერატურის და მეორე ცხელი არის 66 გრადუსით არის. ეხლა ეს ცივი წყალი გაცხელდა რაღაცა 36 გრადუს ცელსიუსამდე და ეს ცხელი გაცივდა ესეც 36 გრადუს ცელსიუსამდე. ესე იგი ეს აღნიშნოთ Q1-ით, ნუ ეს პირველი სხეული იყოს, ეს აღნიშნოთ Q2-ით. ეხლა სითბური ბალანსის განტოლება შეიძლება ესეთნაირად დავწეროთ. მთელი, რადგან სხვა სხეულებთან ეს სისტემა არ ურთიერთქმედებს და ერთმანეთში ცვლის მარტო ამ სითბოს რაოდენობას, იწერება ეგეთი რაღაცა Q1 + Q2, აი კიდე რო ყოფილიყო იმათაც დავუმატებდი. ეს უდრის 0-ს. ესე იგი
ჯამური სითბოს რაოდენობა, რადგან სისტემიდან არ გადის, აი ამ სითბოების ჯამი უდრის 0-ს. აი ახლა სითბოს რაოდენობას მე რაოდენობისთვის ფორმულას გამოვიყენებ ესეც. Cm დელტა T, კიდევ ვიმეორებ, ახლა Cm დელტა T არის T საბოლოოს მინუს T საწყისი. აღარ დავაკვირდები, რომელი ტემპერატურა არის მეტი, ეს არის ამაზე მეტი თუ პირიქით არის. როცა რიცხვებს შევიტან, ხო? რიცხვების შეტანის დროს ავტომატურად გამომივა ან Q დადებითი, ან Q უარყოფითი. თუ Q დადებითი გამომივა, ეს ნიშნავს, რომ სხეულმა მიიღო სითბოს რაოდენობა, ხოლო თუ უარყოფითი გამომივა, ნიშნავს, რომ სხეულმა გასცა სითბოს რაოდენობა. ასე რომ ამაზე აღარც დავიწყებ დაფიქრებას. აი ჩავწეროთ ახლა თითოეული სხეულისთვის Q1. ეს არის Cm1, ესე იგი 36 მინუს 11. ნუ ცხადია ეს დადებითი გამომივა. Q2 ეს არის Cm 36 მინუს 66. ხო, Cm2. ეხლა ჩვენ მასებით M1, M2 არ ვიცით, მაგრამ ვიცით საერთო მასა. უпростоრად შეგვიძლია მარტივად ვიპოვოთ საერთო მასა. ეს იქნება მასების ჯამი, რომელიც იქნება სიმკვრივე, ეს წყალზეა ლაპარაკი, გამრავლებული მოცულობაზე. მასა საერთო არის ρV. ასე რომ ეს მასა საერთო შემიძლია დავთვალო ადვილად, სიმკვრივე წყლის არის 10-ის მესამე ხარისხად, გამრავლებული 0.55 ესე იგი -3 მეტრ -3 10 მინუს 3 ხარისხად, ესე იგი ეს გამომივა, ესენი გაიკვეცება და გამომივა 0.55 კილოგრამი. ესე იგი ჯამური მასა ვიცი. ესე იგი ჩავწერ ახლა ეს სინთბური ბალანსის განტოლებას. აი ამ პირველ ფორმულაში შევიტან. ესე იგი Cm, ნუ 36 მინუს 11 ეს არის 25-ზე, 25, Cm გამრავლებული 25-ზე, პლუს Cm1 25-ზე, პლუს Cm2 66 გამოკლებული 36, ეს არის 30, მაგრამ მინუს ნიშნით, ამიტომ აქ მინუსი დაჯდება 30-ზე უდრის 0-ს. ნუ C შემიძლია ფრჩხილებს გარეთ გავიტანო და ის გაიკვეცება. ამიტომ ექნება 25 M1 მინუს 30 M2 უდრის 0-ს. მეორეს მხრივ მე მაქვს, რომ M1 პლუს M2 ეს არის M-ის ტოლი, საერთო მასის ტოლი. ნუ გავიღოთ თქვათ M1 აქედან გამოვსახოთ, ესე იგი M1 არის M-ს მინუს M2, M1 ეს არის ცივი წყლის მასა. და შევიტანოთ ამ ფორმულაში. ესე იგი გვექნება 25 M-ს მინუს M2 მინუს 30 M2 უდრის 0-ს. აქედან გამომივა 25 M მინუს 55 M2 უდრის 0-ს. 25 M მინუს 4, ხო, კი ბატონო. და აქედან ესე იგი 55 M2 უდრის 25 M-ს. აქედან M2 დადგენილი გვაქვს. M2 იქნება 25 M შეფარდებული 55-ზე. ნუ ეს 5-ზე შეიძლება გავკვეცოთ. იქნება 5 M მე-11. ნუ M1-ს მე აქედან ვიპოვით, აქ შევიტანთ M2-ს. ნუ აი აქ შემიძლია დავწერო. M1 იქნება M-ს გამოკლებული 5 M მე-11 გამომივა 6 M მე-11. აი ესეთი პასუხები მივიღე. ეგა და ეგა. 69 ამოცანა.
150 გრამი მასის თითბრის კალორიმეტრში, რომელშიც 12 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 200 გრამი წყალი ასხია, ჩაუშვეს 100 გრამი ცელსიუსამდე გაცხელებული 250 გრამი ფოლადის ნაჭერი. გაიგეთ საბოლოო ტემპერატურა. ჩავწეროთ ესე იგი M თითბრის არის 150 გრამი, ტემპერატურა T1 არის 12 გრადუს ცელსიუსი, შიგასხია წყალი M წყლის არის 200 გრამი, ცხადია წყალს და თითბერს ერთნაირი ტემპერატურა აქვთ და შიგ ჩააგდეს T2 უდრის 100 გრადუს ცელსიუსის ფოლადის ნაჭერი. და ფოლადის ნაჭრის მასა M ფოლადის არის 250 გრამი. გავიგოთ რა ტემპერატურა დამყარდება საბოლოოდ. TX-ი უდრის კითხვის ნიშანს. დავხატოთ ეს ჩვენი ტემპერატურული დიაგრამა და ვნახოთ თითოეულ სხეულს რა მოუვა. ეს იგი სულ გვაქვს ახლა 3 სხეული გვაქვს. თითბერი M მასით, რომლის ტემპერატურა არის 12 გრადუს ცელსიუსი, წყალი გვაქვს, რომლის ტემპერატურა ასევე 12 გრადუს ცელსიუსია და გვაქვს ფოლადი, რომლის ტემპერატურა 100 გრადუს ცელსიუსია. აი თქო თითოეულისთვის დავხატოთ ესე იგი რა მოხდება. აი თქო თითბერის ტემპერატურა იყო 12 გრადუსი და ფოლადის ნაჭრის ტემპერატურა იყო 100 გრადუსი. რაღაცა საბოლოო ტემპერატურა დამყარდება რაღაცა TX-ი, რომელიც უნდა ვიპოვოთ. თითბერს რა მოუვა? გაცხელდება 0-დან აი ამ საბოლოო ტემპერატურამდე. ეს აღნიშნავთ Q თითბერისა. წყალს რა მოუვა? ისიც ესე იგი გაცხელდება 0-დან, ისა 12-დან TX ტემპერატურამდე ეს წყალი. ხოლო ფოლადის ნაჭერს რა მოუვა? ის გაგრილდება, ესე იგი Q ფოლადის. გაგრილდება საბოლოო TX ტემპერატურამდე 100 გრადუსიდან. აი ხო რადგან 3 სხეული გვაქვს სითბურ ბალანში, ვწერ Q1 + Q2 + Q3 უდრის 0-ს. და თითოეული სხეულისთვის დავწერ სითბოს რაოდენობას. აი Q პირველი Q თითბერი არის. C თითბერი, M თითბერი, საბოლოო ტემპერატურა TX - T1. წყლისთვის Q წყლისთვის. ეს არის C წყლისა, M წყლისაზე, TX - T1. საწყის ტემპერატურები თითბერს და წყალს ერთნაირი ქონდა. ეხლა ფოლადისთვის Q ფოლადის, C ფოლადის, M ფოლადის, TX - T2. და შემაქ აი ამ განტოლებაში. ეს იგი C თითბრის, M თითბრის, TX - T1 plus C წყლის, M წყლის, TX - T1 plus C ფოლადის, M ფოლადის, TX - T1 უდრის 0-ს. ეხლა აქედან უნდა ფრჩხილები გავხსნა, ის წევრები, რომელიც შეიცავს TX ერთ მხარეზე დავალაგოთ, დანარჩენი წევრები მეორე მხარეზე დავალაგოთ. აი გავაკეთოთ ეს. აი TX-იანი წევრები ჯერ. C თითბრის, M თითბრის plus C წყლის, M წყლის plus C ფოლადის, M ფოლადის. ხო? ეს დანარჩენი წევრები ვხედავთ რომ ყველა უარყოფითი არის და გადავიტანთ მეორე მხარეს. ეგ იქნება C, მოით ესე ვთქვათ, C თითბრის, M თითბრის, T1 plus C წყლის, M წყლის, T1 plus C ფოლადის, M ფოლადის, T2. აქედან TX-ი ტოლია აი ამის შეფარდება ამასთან. C თითბრის, M თითბრის,
T1 პლუს C წყლის M წყლის T1 პლუს C ფოლადის M ფოლადის T2 შეფარდებული C თითბრის M თითბრის პლუს C წყლის M წყლის პლუს C ფოლადის M ფოლადის. ესეთი პასუხი მიიღება საბოლოოდ. 70-მე ამოცანა. ნავთის კუთრის სითბოტეოდობის გასაგებად 120 გრამი მასის მქონე თითბრის კალორიმეტრში ჩაასხეს 100 გრამი ნავთი, რომლის ტემპერატურა 20 გრადუს ცელსიუსია და შიგ ჩაუშვეს 200 გრამი მასისა და 90 გრადუსამდე გაცხელებული ფოლადის საწონი. ნავთის ტემპერატურა აიწია 40 გრადუსამდე. იპოვეთ ნავთის კუთრის სითბოტეოდობა ცდის მონაცემების მიხედვით. ჩავწეროთ, ესე იგი, ქონდა კალორიმეტრი, თითბრის კალორიმეტრი M თითბრისა არის 120 გრამი მასის მქონე. ქონდა ნავთი, რომლის მასა არის 100 გრამი. ორივე მათი ტემპერატურა T1 არის 20 გრადუს ცელსიუსი. და ჩააგდეს აი ამ კალორიმეტრში, სადაც ნავთი ასხია, 200 გრამის ფოლადის ნაჭირი. M ფოლადისა არის 200 გრამის ტოლი, რომლის ტემპერატურა T2 იყო 90 გრადუს ცელსიუსი. და საბოლოო ტემპერატურა დამყარდა, ესე იგი T3 გახდა 40 გრადუს ცელსიუსი. აი ამ მონაცემებიდან გვეკითხებიან, უნდა ვიპოვოთ ნავთის კუთრის სითბოტეოდება. C ნავთის არის კითხვის ნიშანი. დავხატოთ ისევ ჩვენი ეს ტემპერატურული დიაგრამა T. ესე იგი, ეს არის 20 გრადუს ცელსიუსი, აგერ არის 90 გრადუს ცელსიუსი, რომელიც ფოლადს აქვს და ეს არის 40 გრადუს ცელსიუსის საბოლოო ტემპერატურა. კალორიმეტრი გაცხელდება 20-დან 40 გრადუსამდე, ეს აღნიშნოთ Q თითბრის. შიგ მყოფი ნავთი ასევე გაცხელდება 20-დან 40-მდე, ეს არის Q ნავთის და ფოლადი გაცივდება 90-დან 40 გრადუსამდე. ეს არის Q ფოლადის. სამი სხეული გვაქვს, ამიტომ Q თითბრის პლუს Q ნავთის პლუს Q ფოლადის უდრის 0-ს. ეს არის სითბური ბალანსის განტოლება. აი Q თითბრის, C თითბრის, M თითბრის 40 მინუს 20 გრადუსი. ეხლა Q ნავთის, C ნავთის, M ნავთის, აქაც 40 მინუს 20 გრადუსი. და ფოლადისთვის Q ფოლადის, C ფოლადის, M ფოლადის 40 მინუს 90 გრადუსი. შევიტანოთ ახლა სითბური ბალანსის განტოლებაში აქ და ეს რიცხვებს თან გამოვთვლი. ესე იგი, რადგან ვიცით ეს ტემპერატურები, ხო? ესე იგი, C თითბრის, M თითბრის გამრავლებული 20-ზე პლუს C ნავთის, M ნავთის ესეც 20-ზე მინუსი გამოვა C ფოლადის, M ფოლადის 50-ზე და ეს უდრის 0-ს. აი ეს C ნავთისა გვაქვს მოსაძებნი. ამისათვის დანარჩენი ორი წევრი იქით გადავიტანოთ, ესე იგი C ნავთის, M ნავთისა 20-ზე უდრის C ფოლადის, M ფოლადის 50-ზე მინუს C თითბრის, M თითბერის 20-ზე. აქედან C ნავთისა იქნება C ფოლადის, M ფოლადის 50-ზე მინუს C თითბერის, M თითბერის 20-ზე შეფარდებული M ნავთისა 20-ზე. აი აქედან გამოვთვლით ჩვენ კუთხის სითბოტეოდებას. რაც შეეხება დანარჩენი, აი
თითბერის კუთრის სითბოთეოდობა, ფოლადის ან წყლის და ასე შემდეგ ცხრილებიდან აიღებთ მაგას. ეხლა 71. რა რაოდენობის სითბოა საჭირო იმისათვის, რომ 50 კილოგრამი მასისა და 19 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალი 100 გრადუსი ტემპერატურის ორთქლად ვაქციოთ. მასა წყლის არის 50 კილოგრამი, საწყის ტემპერატურა T1 არის 19 გრადუს ცელსიუსი, საბოლოო ტემპერატურა T2 არის 100 გრადუს ცელსიუსი და ორთქლად უნდა ვაქციოთ და რამდენი სითბოს რაოდენობა არის საჭირო. აი ეს ჩვენი ტემპერატურული სკალა. ეს არის საწყისი 19 გრადუს ცელსიუსი, აქ არის 100 გრადუს ცელსიუსი. ჩვენ თუ სითბოს მივანიჭებთ, რომელიც მივიყვანს 19-დან 100-მდე, აი ამ მომენტში წყალი დაიწყებს დუღილს, მაგრამ ის ჯერ ორთქლი არ არის. აი, როდესაც მთლიანად აორთქლდება, ესე იგი ეს დუღილის პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამიტომ არის საჭირო სითბოს რაოდენობა Q პირველი 100 გრადუსამდე მისაყვანად და Q მეორე 100-დუღებლად. ამიტომ მთელი სითბოს რაოდენობა იქნება Q პირველს პლუს Q მეორე. ეხლა Q პირველი რა არის? ეს არის ჩვეულებრივი C წყლისა, M წყლისა 100 გრადუს მინუს 19 გრადუსი. ხოლო 100 ორთქლებლად საჭირო არის LM წყლისა, სადაც L არის ორთქლად ქცევის კუთრი სითბო, რომელიც ასევე ცხრილში შეგვიძლია ნახოთ. ასე რომ მთელი სითბოს რაოდენობა ეგ იქნება ამათი ჯამი C წყლის, M წყლის, 100 მინუს 19 ეს არის 81 პლუს LM წყლის. L-ს და C-ს ცხრილებში ნახავთ. 3.72. რამდენი სითბო უნდა დავხარჯოთ, რომ -10 გრადუს ტემპერატურის 2 კილოგრამი ყინული 100 გრამი ტემპერატურის ორთქლად გადავაქციოთ. ჩავწეროთ, რომ მასა ყინულისა იყო 2 კილოგრამი, ტემპერატურა საწყისი არის T1 არის -10 გრადუს ცელსიუსი, საბოლოო ტემპერატურა არის ესე იგი 100 გრადუსი. მაგრამ ჩვენ უნდა ორთქლად ვაქციოთ, ესე იგი ეგ. აი შევხედოთ, რა სითბო უნდა გადავცეთ. ისე ვთქვათ, დავხატოთ ეს ჩვენი ტემპერატურული გრაფიკი. ეს არის -10 გრადუს ცელსიუსი, მაგრამ გვახსოვს, რომ ყინულისთვის და წყლისთვის 0 გრადუს ცელსიუსი არის მნიშვნელოვანი კრიტიკული ტემპერატურა. კრიტიკული იმ გაგებით, რომ ამ ტემპერატურაზე ესე იგი ყინული დნობას იწყებს და წყალი პირიქით გამყარებას იწყებს. ასე რომ ჩვენი ყინული თუ გათბება 0 გრადუსამდე, მერე დაიწყებს დნობას. სანამ მთლიანად არ გადნება, მან კიდევ უნდა გარკვეული სითბო მიიღოს, რომ გადნეს მთლიანად. აი მერე უნდა მივიდეს 100 გრადუსამდე, რომ გაცხელდეს. ამ მომენტში ახლა დუღილს დაიწყებს და რომ მთლიანად აორთქლდეს, ესე იგი მთლიანად უნდა დადუღდეს. ამიტომ მთელი სითბოს რაოდენობები არის Q1 აგერ არის გასაცხელებლად -10-დან 0-მდე, Q2 არის ამ ყინულის გასადნობად. ამის დნობის შედეგად ჩვენ უკვე აქ გვაქვს წყალი Q3 და ეს წყალი უნდა აორთქლდეს Q4. აბა ჩავწეროთ ახლა და მთელი სითბო მათი ჯამი იქნება. Q1 ეს არის C ყინულის, M ყინულის 0 გრადუს მინუს, -10 გრადუსი. -10 გრადუსი. ეს 10-იანია. -10 გრადუსი. Q2 ეს არის ლამბდა ყინულისა M ყინულისაზე. აი ახლა ამ წერტილში ჩვენ უკვე ყინული აღარა გვაქვს წყალი. ამიტომ Q3 ეს არის C წყლისა, მაგრამ წყლის მასა ცხადია უდრის იმ ყინულის მასას, საიდანაც ეს წყალი არის მიღებული. ამიტომ აქ დავწერ M ყინულისა. 100 გრადუს მინუს 0 გრადუსი და Q4 ეს არის ლამბდა წყლისა M ყინულისაზე. იმიტომ რომ ეს
წყალი არის უკვე, აი ამ ეტაპიდან წყალი გვაქვს. აი მთელი სითბოს რაოდენობა კი იქნება მათი ჯამი C ყინულის M ყინულის, ესე იგი გამოვა 10 გრადუსი პლუს ლამბდა M ყინულის M ყინულის პლუს C წყლის, იმიტომ რომ უკვე წყლად იქცა M ყინულისა 100 გრადუსზე პლუს L წყალი M ყინული. აი ესეთი სითბოს რაოდენობა არის საჭირო. კარგით, 3.73 ამოცანა. რა სითბოს რაოდენობაა საჭირო 5 კილოგრამი მასის -20 გრადუს ტემპერატურის ყინულის გასათბობად და მიღებული წყლის 15 გრადუს ცელსიუსამდე გასათბობად. ესე იგი მასა არის 5 კილოგრამი, ყინულის საწყის ტემპერატურა T1 არის -20 გრადუს ცელსიუსი, მერე ეს გადნება და საბოლოო ტემპერატურა იქნება 15 გრადუს ცელსიუსი და რა სითბოს რაოდენობა არის საჭირო. ისევ დავხატოთ ეს ტემპერატურული სკალა, ეს იყო -20 გრადუს ცელსიუსი, როგორც კი მოვა 0 გრადუსამდე, აქ უკვე დნობა დაიწყება, ამიტომ 0 გრადუსს ცალკე ავწერთ, ესე იგი 15 გრადუს ცელსიუსი აგერ არის. ესე იგი ჯერ პირველ რიგში უნდა ყინული მივიყვანოთ 0 გრადუსამდე, რომ დნობა დაიწყოს, მერე უნდა გადავცეთ სითბოს რაოდენობა, ტემპერატურა ამ პროცესში არ იცვლება, ამიტომაც მარყუჟი არის აქ. ეს რომ გადნეს თლიანად და მერე ეს წყალი მივიყვანოთ 15 გრადუს ცელსიუსამდე. მოდით პირდაპირ დავწეროთ. ეს არის C ყინულის M ყინულის 0 გრადუს -20, ესე იგი პლუს 20-ად გადაიქცევა, პლუს 20 გრადუსი, პლუს ლამბდა ყინულის M ყინულის, ეს უკვე წყლად იქცევა, პლუს C წყლისა M ყინულის 15 გრადუს -0 გრადუსი. აი ესეთი სითბოს რაოდენობა არის საჭირო. ეგ იყო 73 ამოცანა. 74. როგორ შეფარდებაშია 0 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის ერთნაირი მოცულობის ტყვიის და კალის სითხეთ გადაქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა. ხო, ჩვენ გვაქვს ესე იგი ტყვია და კალა. საწყის ტემპერატურები T1 უდრის T2-ს და უდრის 0 გრადუს ცელსიუსს, თუმცა თითოეულს თავის დნობის ტემპერატურა აქვს. T ტყვის, რაღაცა ეს ცხრილში უნდა ვნახოთ და T კალას ტემპერატურა, დნობის ტემპერატურაზე ლაპარაკი, რაღაცის ტოლი არის. ხო, ესე იგი, და როგორ შეფარდებაში არის, რომ სითხეთ ვაქციოთო. ესე იგი Q1-ის Q2-თან შეფარდება. აი მოდით დავხატოთ, ესე იგი ეს არის თქვა საწყის ტემპერატურა არის 0 გრადუს ცელსიუსი, ეს არის დნობის ტემპერატურა, მოკლედ პირველი რომელი მეტია, რომელი ნაკლებია, არ ვიცი მე ხლა ეს ცხრილში არ ჩამიხედია. აი თქვათ ეს იყოს ტყვის შემთხვევაში. ეს უნდა მივიყვანო ჯერ ტყვის დნობის ტემპერატურამდე, მერე უნდა გავადნო. ეს ტყვიისთვის, Q ტყვიისთვის. ანალოგიური სიტუაცია გვაქვს კალის შემთხვევაში. ეს კი 0 გრადუსამდე თავის დნობის ტემპერატურამდე უნდა მივიყვანო, T' დნობის აქ მაგას და ეს უნდა მივიყვანო ჯერ თავის დნობის ტემპერატურამდე და მერე გავადნო. ეხლა დავწეროთ თითოეულისთვის Q ტყვის. ეს არის C ტყვის, M ტყვის, T დნობის -0 პლუს ლამბდა ტყვის M ტყვის. კალის შემთხვევაში, Q კალის შემთხვევაში C კალა, M კალა, T' დნობის ტემპერატურა -0 გრადუსი პლუს ლამბდა კალა, M კალა. ეხლა აქ მასებზე რა არის ნათქვამი?
ერთნაირი მოცულობის, ესე იგი V1 უდრის V2-ს. ხო, ახლა ამისათვის უბრალოდ მასები უნდა გამოვსახო, უნდა შევაფარდოთ ერთმანეთზე, ესე იგი Q1 უნდა შევაფარდო Q2-ს. ეს იქნება M ტყვიისა, გავა ორივე წევრიდან, C ტყვის T დნობის -0 პლუს ლამბდა ტყვის. აქ არის M კალა, C კალა, T შტრიხ დნობის -0 პლუს ლამბდა კალა. ეხლა მასა გამოვსახოთ როვეთი, რო ტყვია V-ზე, C ტყვია, T დნობა პლუს ლამბდა ტყვია. ახლა 0-ის გამოკლებას აზრი არ აქვს, ხო? ესე იგი, რო კალა V-ზე, C კალა, T შტრიხ კალა, პლუს ლამბდა კალა. აქ მოცულობები გაიკვეცება და ეს შეფარდება აი ამის ტოლი იქნება, რაც დაგვრჩა. 3-ის 75. რა ტემპერატურა ექნება 160 გრამი მასის თითბრის კალორიმეტრში ჩასმულ 400 გრამ წყალს, რომლის ტემპერატურა 25 გრადუს ცელსიუსია. მას შემდეგ, რაც მასში ჩავაგდებთ 0 გრადუს ცელსიუსი ტემპერატურის 50 გრამ მასის ყინულის ნაჭერი, როცა გადნაო. ესე იგი, ჩავწეროთ, რომ M თითბერის არის 160 გრამი, შიგასხია წყალი M წყლის არის 400 გრამი, საწყისი ტემპერატურა T1 არის 25 გრადუსი ცელსიუსი, შიგ ჩავაგდეთ T2 არის 0 გრადუს ცელსიუსის ყინული, რომლის მასა M ყინულისა არის 50 გრამი. რა საბოლოო ტემპერატურა დამყარდებაო. TX არის კითხვის ნიშანი. ახლა შევხედოთ ისევ ჩვენი ტემპერატურულ დიაგრამას. ეს არის, აი თქვათ ეს იყოს 25 გრადუს ცელსიუსი, ესე იგი, და ეს არის აი აქ არის სადღაც, აი ეგრე ცალკე დავხატავ ეგრე კვირზე. ეს არის, ესე იგი, 0 გრადუს ცელსიუსის ყინული, ეს არის 25 გრადუს ცელსიუსის, ესე იგი, წყალი და თითბერი ის კალორიმეტრი. ფაქტურად ცხელი და ცივი სხეულების კონტაქტი გვაქვს ერთმანეთთან. ამ შემთხვევაში ეს ცივი სხეული გათბება და ცხელი გაგრილდება, იმიტომ რომ საბოლოო ტემპერატურა სადღაც მათ შორის დამყარდება TX-ი. ეხლა მოდი შევხედოთ თითბერის კალორიმეტრს რა მოვა. ის ამოვა საწყის ტემპერატურიდან მივა TX ტემპერატურამდე, ის გაგრილდება. შიგ მყოფი წყალი ასევე, ეს არის Q თითბერის, ეს არის Q წყლის. აქ ყინული არის. ყინული ჯერ გადნება, ეს იგი წყლად იქცევა, მერე ეს წყალიც ასევე მივა საბოლოო ტემპერატურამდე. ეს იყო Q ყინული, ეს არის Q წყალი ყინულიდან მიღებული, ესე Q შტრიხით აღვნიშნავ. და ფაქტურად გვაქვს 1, 2, 3, 4 სითბოს რაოდენობა ის ბალანსი. Q ყინულის პლუს Q მოდით იყოს, კი ბატონო, წყლის შტრიხი პლუს Q თითბერი პლუს Q წყალი უდრის 0-ს. Q ყინულის დავიწყოთ, ესე იგი, ეგ არის ლამბდა ყინულის, M ყინულის. ეხლა აქედან მივიღეთ წყალი, C წყალი, მაგრამ ამ წყლის მასა აი ამ ყინულის მასის ტოლია. და ეს მივა TX minus 0 გრადუს ცელსიუსი იყო ამის ტემპერატურა, საწყისი. იმიტომ რომ ყინული რო დადნება 0 გრადუსზე, 0 გრადუსიან წყლად იქცევა. ეხლა თითბრის კალორიმეტრისთვის C თითბერი, M თითბერი, TX minus 25. და ეხლა შიგ მყოფი წყლისთვის C წყალი, M წყალი,
tx minus 25 უდრის 0-ს ეს ყველაფერი. ეხლა tx-იანი წევრები ერთ ხარეზე დავალაგოთ, დანარჩენები მარჯვნივ გადავიტანოთ. მოდით tx-იანი წევრები, რომელიც არის tx გავიტან, მექნება c წყალი m ყინული ეს ამ წევრი პლუს c თითბერი m თითბერი პლუს c წყალი m წყალი უდრის. ეხლა აქეთ მხარეს რაც გადადის c თითბერი m თითბერი 25-ზე პლუს c წყალი m წყალი ესეც 25-ზე და მინუს ლამდა ყინული m ყინული. ნუ ამ წევრის ეს 0 ამოვარდება. ასე რომ tx-ი გვექნება c თითბერი m თითბერი 25-ზე პლუს c წყალი m წყალი ესეც 25-ზე მინუს ლამდა ყინულისა m ყინულისა c წყალი m ყინული პლუს c თითბერი m თითბერი პლუს c წყალი m წყალი. ეს იქნება საბოლოო ტემპერატურა.